მოვატრა აიციდობისა, როგორ მომენატრა ამის თქმა ჩემო მარიამ მოგესალმებით. მე შენ მომენატრე არა, გუწრავად რომ გითხრა და მიხარია რომ ჩემს გვერდით ხედავ და რა თქმა უნდა ეჭვიც არ მეპარება იმაში რომ ჩვენს ტელემაყურებელსაც ძალიან მოენატრე. თუმცა გქონდა ძალიან სერიოზული მიზეზი იმისა, რომ არ ყოფილიყავი ეთერში. სტუდიაში შეიძლება რომ ყოველ შემთხვევაში ჩართვით ჩართვით იყავი რა თქმა უნდა, მაგრამ საქართველოს ასე თქვა დაარტყით წრე, შემოვარტყით. ჯერ კიდევ წინ არის ხო, კი, მანიფესტით, რომელიც უკვე თბილისში წარგვიდგინეთ და შემდეგ უკვე გახვედით რეგიონებში და ვიცი რომ ძალიან ბევრი რეგიონი გაქვთ კიდევ ასე თქვა მოსანახულებელი და დასაყრობი. ყოველ შემთხვევაში ხვალ გორში მივიდივართ და შემდეგ ვნახოთ რა იქნება. დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი ზუსტად ისე იქნება როგორც უნდა იყოს, იმიტომ რომ მე პირადად შედეგს ვხედავ ამ ყველაფრით და თითოეულობით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ჩვენს, არამედ ნებისმიერი ადამიანის და აქვე მინდა რომ ვთქვა თავისუფლება ვუსურო ყველა პოლიტპატიმარს, ყველა უკანონო პატიმარს და ჩემი სოლიდარობა რა თქმა უნდა და ალბათ ჩვენი ყველასი ჩვენი სტუდიის სტუმრებისაც რა თქმა უნდა სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს მზიამაღლობელს პირველ რიგში და ყველას რა თქმა უნდა განურჩევლად არ გამოვყოფ არც ერთს თუმცა მზიას შემთხვევა, ქალბატონი მზიას შემთხვევა მაინც განსაკუთრებულად მეხება რომელიც ასე შიმშილობს. კი ბატონო, აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა ნინო ამ შეხსენებისთვის. და მე მგონი გადავინაცვლოთ, ფაქტობრივად გადავინაცვლოთ უკვე სტუმრებთან ისე გამოვიდა. ამ ადამიანებს ალბათ არ სჭირდება წარდგენა, მაგრამ მე მგონი მაინც უნდა ვთქვათ, რომ მღერალი ნინო ქათამაძე, მსახიობი ანა ტყებუჩავა, ქალბატონი მაია ცირამოა და ფსიქოლოგი ლექსა ქოთარაძე ლექსი. მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ვსაუბრობთ იმაზე, რაც ირგვლივ ხდება და იმდენი რამ ხდება უკვე ჩვენს ქვეყანაში და ამ პროტესტს, რომელიც უკვე 79 დღე არის დღეს ჩვენი პროტესტის, იმდენი რამ ახლავს თან თავისი ჯარიმებით, დაპატიმრებებით, მუქარით, პროტესტით და ძალიან ბევრი უსამართლობით, რომ კონკრეტული თემა პრინციპში არც გვაქვს ასე თუმცა ვსაუბრობთ იმაზე, რაც ძალიან გვტკივა დღეს მთელ საქართველოს. ამიტომ პრინციპში აქ ყველა დაჯარიმებული ადამიანები ხართ ჩემს ირგვლივ და მოდი ნინო დავიწყოთ. შენგან დავიწყოთ. შენ ორგზის დაჯარიმებული ხარ. ასევე რამდენიმე წუთის წინ საზმაოსთან გააკეთე განცხადება, რომელიც ხელმგიფყრია ახლა დავხედავთ, ასამბლეას ეხება ეს ყველაფერი. ხო, საზოგადოებრივი კი ბატონო და უნდა ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებლად და ასე რომ გისმენთ ჩვენთვის ძალიან ბევრი გაქვს მე მგონი უკვე სათქმელი. როგორ დავიწყე ძალიან ბევრი დატვირთული რო ხარ ძალიან ბევრი სხვადასხვა ინფორმაციით, იმიტომ რომ მართლა აღარ იცი, როდესაც საერთოდ გამორთული ხარ საკუთარი პროფესიიდან და უკვე ეს არ ხდება ერთი წელი დიდი ხნის მანძილზე. არ ვიცი ახლა მუსიკას ნამდვილად ვერაფერი ვერ ჩამინაცვლებს, მაგრამ ისე ჩაანაცვლა მაინც სხვა პრობლემება, რომელიც ისედაც იყო ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ პარალელურად ასეთი დოზებით ვერ ვერთვებოდი. რაღაცა ერთგვარად იცით რა, ჩემი სინდისი დამშვიდებულია, რომ ჩემს გვერდით რა პრობლემებიცაა, მე შემიძლია უთანაგზო რაღაც რაც შემიძლია, რაც უნდა ჩემთვის დისკომფორტი იყოს, თუნდაც ტექსტის წაკითხვა, თუნდაც რაღაცა ისეთ ადგილას გამოსვლა და სიტყვის თქვა საერთოდ, რომელიც მე შეიძლება ამ აქტის შემდეგ მე გული მისკდებოდეს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ადამიანებს პირდაპირ შემიძლია შევხედო თვალებში, რადგან მათ გვერდით ვიყო, რაღაც წარმოუდგენელი პრობლემებია. თან ყოველ ჯერზე კიდევ ახალი პრობლემის შესახებ ვიგებ. ამიტომ რა შემიძლია ვთქვა, ხო დავიწყებ აი რაღაც რამდენიმე დღის უკან სასამართლო გქონდა. ვისურვებდი რომ ქალბატონმა ეს კარგი იქნებოდა და სხვაგან გამეცნო და სხვა გვამოწვევებში
ყოფილიყავით ერთად, მაგრამ სასამართლო რთული პროცესი, სასამართლოს პრობლემები. ბოდიში შეგაწყვეტილებ მაპატიე. რაღაც გრძელ პასუხებს შეხვდა და შეგედა არა, უბრალოდ აი მისემიძლია თვალებში ჩავხედო ადამიანებს. ამას მინდა გავუსვა ხაზი და რადგან სასამართლო ახსენებ, არ შემიძლია არ გავიხსენო ქალბატონი მოსამართლის არ ვიცი, დამოკიდებულება მზერა, რომელსაც ნამდვილად არ შეეძლო, რომ თვალებში შემოეხედა შენთვის და ამას ძალიან კიდე სხვა ძალა ჭირდება, ალბათ და ძალიან კაფიო იყო მისი გაუგებარი და გამომეტყველება საერთოდ. იცი რა, ვერ გეტყვი რომ ვიცნობ მოსამართლეებს და საერთოდ მათი თვითონ როგორ იქცევიან, თუმცა ვიცი მოსამართლეები, რომლებიც ჩემი მეგობრები მიყვებიან, რომ უარესათაც იქცევიან, ფუნქციონალურად ვიწახი, ან საერთოდ აგრესიულად ექცევიან ყველას, მაგრამ ჩვენთვის და ქალბატონი მაიას ალბათ იტყვის ამის შესახებ ყველაზე რთული იყო მაინც არ გათვალისწინება იმ რეალობის და იმ ლადოს მიმართ დამოკიდებულება, რადგან მართლაც ლადო მართლაც ასეთ მდგომარეობაშია და მისთვის ის სიტყვა რაც სიტყვას წარმოთქვა მისი მდგომარეობის შესახებ და საერთოდ მისი ისტორიების შესახებ ცრემლის გარეშე შეუძლებელი იყო ჯერ მოგესმინა და მისთვის რამხელა-მტკივნეული იყო ამის აღიარება ესე სახალხოდ და თან იმ დროს როდესაც გელა მთიულიშვილს დაურღვიეს აბსოლუტურად მისი პირადი სივრცე ფინანსების შესახებ, ანუ მოიძიეს ყველაფერი ასეთი პასუხი გაგვცა ის მოპირისპირე მხარე, რომელიც ყავდა შავი მხარე, მე რომელსაც ვეძახი. იმ ქალბატონმა, იმ რაღაც იურისტმა უთხრა გელას, რომ გელა როდესაც დასვა კითხვა, რომ რა უფლებით გაქვთ თქვენ ჩემი პირადი მონაცემები 2007 წლიდან და პასუხი იყო ასეთი, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ ჯარიმის შემთხვევაში თქვენ გადავხდეთ უნარიანი ხართ თუ არა და ამ დროს ლადოს შემთხვევაში რა ხდებოდა? მაშინ ლადოს ჯილდო ეკუთვნოდა პირდაპირ იმ მამობისთვის, რომელიც დედობის როლსაც ასრულებს თავისი შვილებისთვის, რომელიც აღზარდა არჩეულებრივი ვაჟკაცები, დღემდე იქ კიდე იუმორის ჰქონდა. კაცო, ხელები დევიწვი, იმდენი საჭმელი გავაკეთე, სახში მეგონა მაპატიმრებდითო და რატომ წვალობდი ამდენს, ხო? აი, ხო და ეს არ ვიცი რომ მივიდეთ მოსამართლესთან ხო არ ვიცი გულწრფელად გეტყვი რომ ყოველთვის რაღაცა პატარა რაღაცებს ვიტოვებ რომ ეგება და მართლაც ესე იყო და მართლაც ვერ გიყოლებდა თვალებში არ ვიცი ვერ გეტყვი რა არ მინდა რომ დავიჯერო რომ არ არსებობს ერთი მოსამართლე არ მოვა იქ არ დაჯდება და სიმართლის გვერდით მის პირდაპირ მოვალეობას ფიცის წინაშე რავალ სიტყვასაც დებენ არ შეასრულებს მართლა ვიძახი იმიტომ რომ მთლიანი პროცესი არის ტყუილი ფარსი აბსოლუტურად რა ქალბატონო მოსამართლე რა აი რა სიტყვებით ელაპარაკებენ ერთმანეთს რა წესები აქვს ჩიგნით მოგონილი და ვის ჭირდება ეს როდესაც როგორც კი ფიცდადებენ იმ წამიდანვე იტყუებიან აი იმ წამიდანვე ხო აი და აქედან რომ გამოვიდეთ კიდევ სადაც მეტყვით იქ გავჩერდები ხო აი გზაში თუ აი სადაც არ გაიხედო ყველგან პრობლემა აი სად რასაც არ შეეხები პრობლემა და სასამართლოზე აუცილებლად მინდა უთხრა ყველას მადლობა აი თითოეულ გულშემატკივარს რომელიც დიდი გზიდან ჩამოვიდნენ ცოლქმარი ასაკოვანი რაღაცა მართლა თან შიგნითაც ვეჭდები იმ ისეთი პატარა სივრცე იყო და გარეთ ისხდნენ და ყველა ჩვენს გასვლაზე რა ხდება კარგად იქნება ყველაფერი აი არ ვიცი ძალიან დიდი მადლობა და არ ვიცი მოსამართლეებს თუ აღარ ეკნებათ მათი პირდაპირი მოვალეობის შესრულების სურვილი ის ხალხი მაინც არ დაილევა ვინც ჩვენი გულშემატკივარი იქნება და მე ჯერა იმ გამარჯვების რომლებიც სასამართლოს გარეთ ხდება და არა სასამართლოს წინ და ჩვენ კიდევ თუ ამას რაღაცა ბრძოლა კიდევ უფრო რთულია და მე მგონი ბრძოლობენ ჩვენი პატრონოთ და უკანონოთ და უპატრონოთ დაკავებული ჩვენი ახალგაზრდა არაჩვეულებრივი ადამიანები და მოშიმშილეები ხო ესე თუ შეიძლება თქვას ისინი უფრო აღმატებულ ხარისხში
გამოხატავენ პროტეზს. არა, მათ არ ეკადრებათ ესეთი ჩემი ანთოლით საუბარი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა არ ჩაევლის წყვილად და გვინდა ზუსტად იმისთვის, რომ სასამართლოში სამართალი ადგილი იყოს. ძალიან დიდი მადლობა ნინო. აუცილებლად და რამხელა ამბავი მოვუყევი. ანა, უნდა გამოვიდეს შენთან აუცილებლად, შენ ხარ მოლოდინის რეჟიმში, ჯერჯერობით, ორჯერ გადაიდა შენი სასამართლო და უნდა აინთოს სხვა შევიდე ხო იცი ნომერს ველოდები ეკიპთან რო შედიხარ ხო ასე მე და ბაჩა ველოდებით უკვე მესამეჯერ უკვე იცი აი ხوارი რომ რაღაცა ღელავ არ ღელავ ისეთ დამოკიდე მაინც ეს არის უცხო ჩვენთვის ძალიან აი ესეთი ხა ალბათ მე თქვენსაც მოვისმენ ამასთან დაკავშირებით მაგრამ ხელო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითი გაქვს იმისი, რომ შეურაცხყოფის და იმისი კი არ გეშინე, უკვე იმდენ რაღაცა შევეჩვიეთ და ჩვენ ეს რაღაცა გვაქვს, რომ აქედან იმდენი ბრაზი მოითმინა ხალხმა უკვე რომ ხო რაღაცა, მაგრამ მაინც შედიხარ რაღაც აბსოლუტურად უცხო გარემოში, რომლის წესები შენ არ იცი. მე რაღაცა ემოციურად მოკლედ მიჭირს ხოლმე რაღაცის თქმა და სულ მეშინია რომ რაღაცა აბსოლუტურად მართალი ვარ, მაგრამ რაღაცა ტერმინოლოგიაში რამე პრობლემა არ წარმოუჭრა. მივედი ჩეკებით იმით, ამით, იმიტომ რომ სულ ძალიან ყურადღებით ვარ. იმაზეც ყურადღები კიდევ ერთხელ ვთქვი, რომ იმაზეც ყურადღებით ვარ, ეხლა არ ვიცი ეს ყველა ხასიათია, რომ აი როცა არის შესაბამისი რაოდენობის ხალხი, მაშინ გადაიკეტოს და ავყავს ჩვენ ეს დასაჯარიმებელი და ამაზე უკვე აღარ არის ჯარიმა ყველას, ვისაც უნდა აჯარიმებენ, მაგრამ დაჭერაზე უფრო ნერვიულობ ხოლმე, ამიტომ აი ამ შეხლა შემოხლას და კიდე რამდენია ამ გაშველების დროს დაჭერილი. ხო, გიორგი ოკმელაშვილი, რომელსაც 5 წელი მიუსაჯეს, ზუსტად ამისთვის არის, რომ რაღაცა ინსტინქტმა იმას ქნა, რა გაიღვიძა მაშინ, რომ დაეცვა და ამის ფიზიკური შესაძლებლობა ქონდა. ალბათ მეც რა ვიცი, მე კარატეზე რომ მევლო ბავშვობაში, ალბათ მეც დაჭერილი ვიქნებოდი, იმიტომ რომ ეს ინსტინქტი არის თავის გადარჩენის და გიორგი ბახუტაშვილის გიორგისაც ხო და ძალიან რთულია, იმიტომ რომ მაინც აი რაც უცხო არის რაღაცა ქაოსი რა ჩემთვის და რომ შედიხარ იმ უცხოებაში აი ღამე ხვდები როგორი სტრესული დღე იყო. აი ღამე გამეორებაზეც რომ მივედით და კიდე უბრალოდ აი არაფერი, რომელიც ძალიან ფორმალური იყო 10 წუთი, მაინც გადაიდო კიდე. აი რა მოლოდინი გაქვს, მე არ ვიცი რა მოლოდინი მაქვს, ადამიანურად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობდე რომ ნებისმიერ მოსამართლეში აი ნინომ რაც თქვა, იმიტომ რომ მაშინ მართლა ვისთვის გვინდა ეს ქვეყანა თუ აი თითოეულ აი თუნდაც იქით ყოფს თუ რახან ესე დავყავთ, არ არის ის ერთი მარცვალი ის პატარა გოგო არ არის დარჩენილი ისთვისაც ის მოსამართლე გახდა. აი არ მინდა ესე ვიფიქრო, მართლა არ მინდა, იმიტომ რომ მაშინ ჩემთვის ძალიან მტკივნეულია რა, აი როგორც ადამიანისთვის. ამიტომ მაინც რაღაცა იმეც ვიტოვებ, დაგაჯარიმებენ, არ დაგაჯარიმებენ კი არა. აი რაღაცა მასში ადამიანებში რომ რაღაცა დარჩეს კიდევ ხელს ჩასაჭიდი და არა უბრალოდ სანახაობრივად რომ ვიღაცას დაუმტკიცოს რომ მისი ერთგულია. თუმცა არის სტრესულია ნამდვილად. რაც არ უნდა მე რაღაცა ვიდეო ვნახე, მე მგონი ბედნიერი ვარ რომ დამაჯარიმეს თქვა, ხო, იმიტომ რომ რაღაცა გიჟებით ვიცინოდი. ესეც ნერვიულია ალბათ, ხო, რომ აი, იმიტომ რომ რა უნდა ამტკიცო, რაც არ გაგიკეთებია. რაც საერთოდ არ იცი როგორ ამტკიცო, რომ არ ყოფილ ვარ იქ და აზიარ ვარ და აი რა ვიცი ხა რა ვამტკიცო იქ რომ ყოფილ ვარ, რა ხდებოდა, ხო? ადგილია, როდის უნდა დაამტკიცო. ანუ როცა უნდა დაამტკიცო კი არა, ის გეტყვის შენ ახლა კი არ დაამტკიცო. მართლა ვიცი, რაღაცა ახლა კი არ თქვა, მე თქვა, რაღაცა წესებია. მე რა თქმა უნდა მე ვერ მაკავებდნენ, მაგრამ მაინც ხო იცი, ბავშვობაში ტალღას რო თამაშობ ხოლმე, ავდგემოდი ცოტა. ჩდებოდი, მაგრამ მართლა სტრესულია. რა ხდება შენ შემთხვევაში? დაჯარიმებული ხარ? დაჯილდოებული ჯარიმით? მარტივად მინიდას გადაწყვეტილება შევიდა გამოიტანა. 1-0-ის გამოკლებით ხარ? თუ ხო 1-0-ის გამოკლებით. აი გამართლება. აკას გამართლება. მე როგორ ხუთასვარიანი ჯარიმა აქვს ამ შემთხვევაში. ხუთასვარიანი ჯარი. არ ვიცი, შეიძლება დამაფასეს. ის უნდა დაგაჯარიმოს. არა, ეს 29-ის იმაზე იყო მედალებოდნენ 29 დეკემბერს და როგორც აღმოჩნდა ამ დღეზე წყალობა იყო და არა მართლა მე როგორც ვიცი 29-ში თან მაპატე ანა გაგაწყვეტინე როგორც ვიცი ამ დროს ნუ გედავებიან გზის გადაკეტოს მაგრამ იდექი ნაძვის
სიცხესთან დაახლოებით? ხო, აი იცი რა, აი ეს ერთია ახლა რომ ნინოსაც ხო უსმენ ქალბატონებს ხო გვეცინება ახლა, მაგრამ ნუ რეალურად არ არის სასაცილო. რა თქმა უნდა არ არის. მაგრამ ალბათ ჯობია რომ ისევ სიცილით მოვერიოთ ამ ყველაფერს და შეიძლება მე უფრო მე დარწმუნებული ვარ გავა პერიოდი და აი ტკბილ მოგონებებს საფეგზელში ვამბობთ ხოლმე რაღაც აი მემუარები. ბოლოს ხომ მაინც ყველაფერი მწარეთვილად გვაგონდება ჩვენ ეგეთი ისა ვართ ქართველები და ყველაფერს კეთილი ბოლო აუცილებლად ექნება. სასაცილო ის არის რომ თვითონ მე რასაც ყვებოდი იქ და მე რაც ვუთხარი აი თქვენ შეგიძლიათ მეთქი მაგალითად მაჩვენოთ ესეთი ფაქტები რომ აი როგორ გადადის ხალხი როგორ კეტავს გზას სადაც მე არ ვარ და მე უცბად მონტაჟის ხელოვნებით რომელთაც მე ვერ გამაკვირვებ 25 წელია ჩემზე კარგად როგორ დაამონტაჟეთ ვიდეოებს და კლიპებში ვარ 25 წელია და მე იქნება დიდი ალბათობით მოზუმული კადრი სადაც ვდგავარ გზაზე ზუსტად ეს იყო მართლა კი ზუსტად ეს იყო ის რაც დაჩვენებენ ამოღებული კამერები და როგორ გადადის ხალხი მე ვაჩვენე კიდევაც აი ამ დროს ხალხი რო გადადის ნახეთ მე ვდგავარ აი იქ აი ილიას და აკაკის ძებთან ეს საუბრობ იქ ილიას და აკაკის ძებთან გახარ ხოლმე შენ მართალია მე უნდა მეთქი მეც იქ ხავს ნანახი რამ როცა შევყვადრილო ეგ უნდა მეთქვა გამიკვირდა ნაძვის ხერო ახსენე და მაგიკავ ხო მაგრამ იცი რა არის აი ეს არის მომენტი შეატარე კედლის ხერცვი რო ქვია ანუ აზრი არ აქვს ხდები ანუ იმდენად აბსურდის ასე ვთქვათ იმაში ვცხოვრობთ ეხლა რომ იმათი მიზანი არც ის არის რომ რაღაცა შენი სიმართლე ისმინონ რა, მაგრამ მე სინამდვილეში სხვა რაღაც უნდა გვაღეუნებდეს ჩვენ, რომ ანუ და რამ გამაოცა აი ამ ყველაფერს რომ უყურებ, ერთი აღნიშნა იმას, რომ იქ ეს მომსახურე პერსონალი ვინც არის, უფრო აი დაცვისა ისე მე ხალხს შევატყე ახლა ჰაბიტუსის ამოცნობის უნარი მაქვს, მადლობა ღმერთს და ახლა რომ ხომ იცნო ყველამ და ნუ აი ესე არიან აი ტიპები, რომ აი ანუ როდის დამთავრდებიან ეს, ანუ იმათი განწყობაც უმეტესობის არის ესეთივე როგორც ჩვენი. მაგრამ იმათი პრობლემა რა არის ახლა მთავარი რომ ანუ აი ტიპებმა დაიჯერეს რა, აი ეგ არის მთავარი პრობლემა რომ დაიჯერეს რომ გარანტია მისცეს. აქ ხომ ანუ აი ამ ვინც ამ სისტემას და რეჟიმს ემსახურება, ბიჭო დაიჯერეს ეს არასწორი გარანტია. ახლა თქვენ ვაშენებდეთ რომელიღაცა 100 სართულიან სათამბჯენს და მე რომ მოგცეთ გარანტია რომ ააშენე 200-იანი მიწის დრო არ იქნება. რა სხვა არ დაიჯერებ არა? აი ამ ხალხს ჯერა ეს ამათ მისცეს გარანტია რომ საფუძველი მოირყა თქვენ იქნებით სულ და აკეთეთ ყველანაირი მსგავსო საქმე რა ვიცი მტყუილზე მართალი უმტკიცე მართალზე ყურები ჯეროდეთ ახლა აი რა მაგალითიც მოიყვანეთ დღემდე როგორ შეიძლება ამის ჯეროდეთ ვინც მაშინ დაიჯერა ვთქვათ რომ 200 სართულიან არა მე სისტემის სახურებზე ვამბობ ამის მოსამართლეს რიტორიკულია რა ვინც ამ რეჟიმს ემსახურება არა მესმის უბრალოდ ის ხალხს დააჯერეს რომ თქვენ სულ იქნებით და პრობლემა არა დაიყიდეთ ეს ხალხი გაამწარეთ გაანადგურეთ თქვენ არ შეიცვლებით არასოდეს აი ამის დაჯერება არის ძალიან დიდი შეცდომა იმიტომ რომ რა ვიცი შეიძლება ადამიანს ბევრი რაღაც არ ქონდეს გაგებული მაგრამ ნუ ზღაპარი არის ჩემ ბავშვები რომ ერთი დრო არავის შეერჩება და იმ ზღაპარს თუ წაიკითხავ მიხვდები რომ ერთი დრო სულ ვერ იქნება ეხა შეიძლება ამ წელს გქონდეს ეს ნებივრობის ის მაგრამ მომავალ წელს თუ არა 2 წელში და თუ არა და ჩვენ შვილებს ისე ვზრდით ეხა მე ჩემ შვილს უკვე ვზრდი ისე რომ პირდაპირ ვეუბნები რომ მამა მე ვუთხარი შენ იცოდე რომ აი ესენი არიან შენი მტრები და მე თუ ვერ ვიქენი და ვერ მოვესწარი შენ უნდა გააგზავნო ეს ბრძოლა და ამ ხალხმა ეს უნდა გაიგოს რომ ვერ შეიძლება გამორიცხულია იმათი გატანა რა ანუ ერმა გადაწყვეტილება რომ მიიღო ეს გადაწყვეტილება არის ერთი და ურყევი შეიძლება დღეს რაღაცა შემაშინონ ხვალ უფრო გაუბრაზდეს ეგ უფრო ბევრი გამოვიდეს მაგრამ ჩვენ ესე უნდა მოვერიოთ ამ ბოროტებას რომ ჩვენმა შვილებმა ერთი რაღაცა კაი მოხდა კიდე სახელდებელი მოხდა რა რომ ვიცით უკვე ვინ არის ვინ მედროვია ვინ პატრიოტია ვინ მოღალატია ვინ კონფორმისტია ვინ დიდია ვინ პატარაა ეს ყველაფერი უკვე გარკვეულია კი ყველაფერი კარგად გამოჩნდა ნამდვილად ჩვენ ესე ვეღარ ვიცხოვრებთ როგორც აქამდე ვიცხოვრია ნუ მე პირადად ვერ ვიცხოვრებ ვერ ჩემი ასეთი ნაცნობი ნათესავი მეგობარი იმიტომ რომ აი მომენტში როცა ჩვენ შვილებს უჭირდა და თან ბევრი გაიშიფრა ადრე თუ ესე იგი შენი კომფორტისთვის გამოჩნდა ნამდვილად და ასე ვეღარ ვიცხოვრებთ ამას რაც მალე გავიგებთ ჩვენ აქეთ ამ მხარე უფრო მალე დავეხმარებით ამ ტკივნეული პროცესის
სწორად დასრულებას. მე ესე ვფიქრობ, შეიძლება ქალწულმაია. მე მგონი ცოტა უფრო რაღაც სხვანაირად შევხედოთ ახლა ფართოდ სპექტრში უფრო ასე ვთქვათ, რაც ხდება დღეს. გარდა იმისა, რომ ვსაუბრობთ ამ ჯარიმებზე, ფინანსურ მხარეზე, არა, უფრო თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ ხომ არ ჯობს მაყურებელს შევახედოთ კიდე სხვა კუთხით ამ ყველაფერს. რას ნიშნავს? რამხელა სტრესია ეს ყველაფერი? ფსიქოლოგიური წნეხია, კი. გარდა ფინანსურისა, ფსიქოლოგიური წნეხია ფაქტია. მოგესალმებით. მიხარია რომ ამ ვარსკვლავთვენაში ვარ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. შევხედოთ, ხო, სხვა რაკურსით შევხედოთ. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური კრიზისი და ყველაზე მთავარი კრიზისული, რაც აქ არის, ქვეყანა იცვლის ფორმაციას. ანუ ჩვენ აი ამ არამყარი მყიფე დემოკრატიიდან ვისკუპეთ, აი მართლა უცებ აღმოჩნდით ავტორიტარიზმში. ჩვენ ვართ აი რეპრესიული სისტემის აი სხვაებს ახლა ვერ ვიხმარ, მაგრამ შეგვეხო აი ეს სუსხი, რასაც ქვია ამ ავტორიტარიზმს, ხო? ეს არის ძალიან რთული. იცით რა, რომ დავაკვირდეთ, საიდან დაიწყო პროტესტი დღეს რა დგას, დღის წესრიგში, თანდათან უფრო და უფრო ემატება, ხო? ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ 25-15 დღეა დღეს მზია. ეს როგორი განსხეულებული ამბავია, რომელიც ასახავს დღეს საქართველოს რა მდგომარეობაშია. ხო, ჩემთვის აი სიმბოლურად მზიას ამბავი ეს არის საქართველოს ამბავი რა. საიდანაც გინდათ იქიდან შევხედოთ. უსამართლობა, რაღაც აი როგორ გითხრათ, თავისუფლებისთვის ბრძოლა, ხო? ეს ადამიანი არ იბრძვის არანაირი ბენეფიტისთვის, ეს ადამიანი იბრძვის და ეს გაცხადებულია, ხო უკვე. ასე რომ დღეს ჩვენ სადაც ვართ, ფაქტობრივად პირდაპირ ვუყურებთ სისტემას. აი ხო ლაპარაკობდით სასამართლოზე, ხო? იქ მყოფ ადამიანებზე. წინა ცხოვრებაში, მე უკვე წინა ცხოვრებას ვეძახი. მე ვიცნობდი ამ ადამიანებს, ჩემ პროფესიიდან გამომდინარე, მქონდა შეხება, იმიტომ რომ მათთან საუბრობდით ბავშვზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებაზე, ტრამვაი ინფორმირებულ მიდგომებზე. ეს რას ნიშნავს, რომ როდესაც შენთან ადამიანი ხდება ის დაზარალებული თუ დამნაშავე, შენ ადამიანის უფლებებს არ ადამიანის ტრავმირებას ხელი. აი ესეთ მაღალ კატეგორიებზე ვლაპარაკობდით. და დღეს მე იგივე ადამიანებს ხედავ ამ სისტემაში, რა თქმა უნდა, ყველას არა. და აი გუშინ დილიდან ამომიტივდა რომ ჩვენ ვართ ზიმბარდოს ექსპერიმენტში. რა არის ზიმბარდოს ექსპერიმენტი, ხო? იქნება სისტემა, ვიღაცა ქმნის ამ სისტემას. ხო, ამას ყავს თავისი შემოქმედი, ეს არის რუსული თუ არის სისტემა, სადაც ხვდება ადამიანი და ირგებს აი ამ სისტემით მინიჭებულ როლს. როგორ იყო იმ ზიმბარდოს ექსპერიმენტში, ხო? სადაც ბადრაგი და ის იყო პატიმარი იყო, ჩვეულებრივი ადამიანი, კარგი ადამიანები მონაწილეობდნენ, მაგრამ როგორც კი ისინი შეიყვანეს ამ სისტემაში და ამაზე ფილმებიც არის გადაღებული, დოკუმენტური ფილმიც არის, ამაზე თვითონ ზიმბარდო ყვებოდა. პატიმრის როლში მყოფმა გაიარა ყველა მთელი ტრაექტორია, მასთან მივიდნენ ხელზე ბორკილები, დაადეს, ჩასვეს მანქანაში, იქ რაღაცა ესე მოექცნენ, როგორც ექცევიან პატიმრებს და თვითონ აი ჯალათებსაც ზედამხედ ჩააცვეს ეს ფორმა, ესეთი რკინის რაღაცა, ესეთი ჩექმები ხელში მისცეს და ადამიანები თანდათან აღმოჩნდნენ აი ამ სისტემის ნაწილები. მე ვხედავ, რომ დღეს პროკურორები აი ეს გამომძიებები აი ამ სისტემაში აღმოჩნდნენ სუსტად აი ძალიან ყიფე არის ხოლმე საზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის. ისე სწრაფად შეიძლება, რომ გადახვიდე ერთი მხარიდან მეორე მხარისკენ, რა უწყობს ახლა ამას ხელს?
ამას ხელს უწყობს კიდე ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რაც არის, რომელიც ინარჩუნებს სისტემას. ერთი არის ის, რომ პასუხისმგებლობა სადღაც სხვაგან არის. ვიღაცის ხელშია ეს პასუხისმგებლობა. ეს მე არ მეხება, ანუ რაღაცა დეინდივიდუაცია ხდება თითქოს რომ მე რაღაცაში მონაწილეობ, მაგრამ სადღაც სხვაგან არის პასუხისმგებლობა. ეს ერთი და რა ინარჩუნებს კიდე ასეთ სისტემას. ჩვენ ყველანი ამ სისტემის გარკვეული ტიპის პერსონაჟები ვართ, ისევე როგორც რა ვიცი, ჯალათად ქცეული პოლიციელები, მოსამართლე, რომელსაც ემპათია არ გააჩნია, პოლიციელი, რომელიც მოდის და იტყუება, თვალებში გიყურებს და იტყუება, რომ შენიყავი, ეს ხო წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ ყველაზე მეტად რაც ინარჩუნებს ასეთი ტიპის ავტორიტარიზმს, ეს არის ადამიანი სამწუხაროდ, რომელიც ფიქრობს, რომ ეს მას არ ეხება, რომელიც დუმს, რომელიც და ამას ხა ამაზე სასაუბროთ ალბათ ბევრი დრო არა გვაქვს, ბევრი მიზეზი აქვს ამას. მე სულ ვცდილობ, რომ ესმოდეს მათი, რომ ავხსნა მათი ეს მდგომარეობა. თუ ეს ექსპერიმენტია, მაშინ ძალიან მალე უნდა დამთავრდეს ეს ექსპერიმენტი, დიდხანს ვერ გაგრძელდება. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმდენად შორს არის ეს იმ ყველაფრისგან, ვისაც ჩვენ მოვდივართ ამ სამყაროში ადამიანები, ხო? იმდენად არაადამიანურია ეს ყველაფერი. ყველა დიქტატურა ადრე თუ გვიან სრულდება, მაგრამ იცით რა არის ახლა ვიღაცისთვის ისტორიისთვის 100 წელი არაფერი არ არის, მაგრამ ახლა ადამიანთან რომ მივიდეთ, ჩვენთვის რა ეს წლები არაფერი არ არის, ჩვენთვის არ იყო 90-იანი წლები ძალიან ძიმე, ხო? ჩვენი ცხოვრებისთვის, ჩვენი შვილების ცხოვრებისთვის, ხო? და ეს ტრამვები ხო ესე გადადის თაობიდან თაობაში. გამოვლილი აქვს საქართველოს ძალიან ხშირად და ბევრი. ჩვენ ხო ღია გვაქვს ახლა დღეს. ჭრილობა, ემოციებიც უნდა დავუშვათ. რა თქმა უნდა. ჩვენი ქცევის კულტურა, ყველაფერი საზოგადოებასთან ერთად იხვეწება. და ერთი მაბატიეთ. ისევ დაგიბრუნდებით, უბრალოდ ერთი ძალიან კარგი ადამიანი უნდა ჩაგვერთოს. აი ამ პროცესს, არა, რასაუბრობ, პირიქით, ძალიან დიდი მადლობა, მე მაპატიეთ. აი ამ ტკინეულ პროცესებს, რასაც ჩვენ განვიცდით, რასაც ვსაუბრობთ, ჩვენი ეთერის საშუალებით, აი ეს იქნება ეთერი თუ ქუჩაში თუ ახლავს რაღაც პოზიტიური მხარეებიც, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ადამიანები ერთმანეთს უანგაროდ გვერდში უდგანან, ადამიანების შეგვაკავშირა, დაგვაკავშირა ერთმანეთთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და ერთ-ერთი ესეთი მაგალითია ლადო აფხაზავას, ბევრი მაგალითი იყო, მაგრამ ერთ-ერთი იყო განსაკუთრებით ბოლო დღეების ამბავია ლადო აფხაზავას ისტორია, რომელიც დაჯარიმდა ისე როგორც ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში და მისი ჯარიმის გადახდა თავზე აიღეს დღის მონაცემით როგორც ვიცი 9000-ზე მეტი მასწავლებლის მიერ გადარიცხული სიმბოლური ლარნახევრით შეგროვდა საკმაოდ დიდი თანხა და ეს მართლა უპრეცედენტო სოლიდარობა მარტო სოლიდარობა აღარ ქვია ამას ჩემთვის არ ვიცი ეს არის ძალიან დიდი რამე და ყოველთვის ამ მსგავს რაღაცებს რომ ვუყურებ და ვისმენ და ვგრძნობ, მჯერა რომ და მწამს რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ქართველი ხალხი აუცილებლად გავიმარჯვებთ. ლადო გამარჯობა, ძვირფასო და ყველასთვის საყვარელო. ძალიან მიყვარხარ პირველ რიგში ამას გეტყვით და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ხო, აი თქვენ თქვით რომ 9000 ადამიანმა ჩარიცხა ლარნახევარი, მაგრამ დღეს მონაცემებით მინდა განახოთ, ეს არის 16000. მაგარია. ხო, მე გუში საღამოს ვიცოდი 9. ყოველ წამს ხო, განახლებადია ეს ამბავი. 16000 მასწავლებელია საქართველოში, რომელმაც გამოგვიცხადა სოლიდარობა და ძალიან რთულია, აი სტრესულია, როდესაც შენ ბრძოლობ შენი ქვეყნისთვის, შენ ბრძოლობ რომ შენი ქვეყანა კარგად წარმოაჩინო, ყველაფერი გააკეთო იმისათვის რომ შენი ქვეყანა იყოს კარგი მომავალი გქონდეს და უცებ რო გასამართლებენ. ეს არის ძალიან დიდი სტრესი. ამას წინათ აი გუშინ გავცელდა მაია ცირამოა და ჩემი სურათი როგორ
როგორ შევცქერით ერთმანეთს და ძალიან რთული იყო განმიახლა ამ სურათმა კიდევ ის სტრესი, რაც იქ მივიღე, თუმცა მე ჩემებურად ვბრძოლობ. აი თქვენ სტუდიაში ვინც არიან არაჩვეულებრივი ადამიანები, ყველა მისებურად ბრძოლობს და მეც ამ ლარნახევრით მინდა დავამარცხო მილიარდები. ამ ლარნახევრით დავამარცხებთ მილიარდებს, იმიტომ რომ მე სხვა ბრძოლა არ ვიცი, მე ვერ ვცემ მართლოს ისინი რო ჩვენს მიმართ აი ასე უსამართლოდ იქცევიან, მე ვერ გადავდგამ ამ ნაბიჯს და ვერ დავემგავნები მათ. მე შემიძლია აი ასე გულწრფელად სამართლიანად მოვექცე და თქვათ სიტყვით, მოქმედებით ვიბრძოლო, მაგრამ ეს ყველაფერი როდესაც უკვე 16,000 გადაცდა ლარნახევრის ჩარიცხვები, მინდა გითხრათ, რომ აქამდეც ვიცოდი, რომ ძალიან ბევრი ვიყავით, მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი. თუმცა ლადო არ არის აქ საუბარი 16,000-ზე და დარწმუნებული ვარ აქ ციფრებზე არ არის საუბარი, აქ არის დამოკიდებულებაზე საუბარი და ეს რას ნიშნავს თქვენთვის, როგორ ახსნით ამას? ეს ნიშნავს იმას, რომ სოლიდარულია ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენს მიმართ. აი მაგალითად ნინო ქათამაძე, როდესაც სიტყვას დაიწყებდა, მე უკვე ცრემლები მომდიოდა, იმიტომ ნინოს საოცარი სიტყვები თქვა იქ, რომ მას აქვს ორი ხმა, ერთი ხმა, რომელიც არ ისმის, მაგრამ მეორე ხმა და მთელი ჩვენი ქვეყნის პრობლემა დადო. აი იმ სასამართლოზე, თუმცა ძალიან მწუხარ, რომ ჩვენ მოსამართლეს უბრალოდ ვიზუალურად უყიდებოდა ქალბატონ ნინოს და უთხაროდა გულში, რომ მის წინაშე იდგა არაჩვეულებრივი ადამიანი ნინო ქათამაძე, მომღერალი, რომელმაც საოცრება გააკეთა. კი, ნამდვილად ასეა, ნამდვილად გეთანხმებით ნინოს სიტყვა, ასევე როგორც თქვენი სიტყვა ძალიან ემოციური იყო და ნამდვილად რთულია ემოციების გარეშე ამ ყველაფრის მოსმენა. როდესაც ვდგებოდი უკან გავიხედე და დავინახე, რომ არავინ არ იღებდა, მხოლოდ ერთი დიდი ნატურა ანათებდა და მე მეგონა, რომ ჩვენი მოსამართლე ქალბატონი ციცინო უნდა ყოფილიყო განათებული და ამ მეთქი ქალბატონ ციცინოს ანათებდა ეს ნათება. თურმე იქ იღებდნენ ამ სიტყვას, თორემ ასეთ ამამი ალბათ არ ვიქნებოდი, როდესაც ვცოდნოდა, რომ იქ გადაღება იყო და უკანა უკნიდან გადამიღებდნენ აი ამ სიტყვის მსვლელობის დროს და ძალიან ვინერვიულე შემდეგ, თუმცა ესეც ერთ-ერთი ბრძოლის შემადგენელი ნაწილია და ეს ვიდეოები დამეხმარა, რომ უფრო მეტი სოლიდარული ადამიანები ყოფილიყო. ნამდვილად ასე და საჯაროობა არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რითიც უნდა ვიბრძოლოთ. ინსტრუმენტი, კი ბატონო. კი ბატონო, ნამდვილად ეს სოლიდარობა არის მთავარი ინსტრუმენტი, რითიც უნდა ვიბრძოლოთ. ამაში ნამდვილად დღეს მე თბილისში ვიქნები, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. დღეს შაბათ-კვირაა და ამიტომ შაბათ-კვირას ყოველთვის ვცდილობ, რომ თბილისში წამოვიდე და დღესაც ვიქნები თბილისში და იმედია ყველას გნახავთ, ვინც მაგ არის სტუდიაში. ნინო, ჩემმა მეგობარმა ნინო ქათამაძემ იცის ერთი სიტყვა, ჭირიმე შენი და ჭირიმე თქვენი. ძალიან დიდი მადლობა, ლადო, რომ იყავით ჩვენთან ერთად. დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა და გელოდებით, რა თქმა უნდა, საღამოს უკვე ევროპის მოედანზე. მადლობა. გეთანხმები, არაჩვეულებრივი სიტყვა ნინოსიც, ანისიც, ბაჩოსიც, მაგრამ თავარი პრობლემა რა არის? ამათ არ ესმით ქართული ენა. რაც ბევრ კარგ სიტყვას სიტყვი, მაგრამ როცა ქართული არ გესმის, არ ვიცი, მომავალში უნდა რუსულად თუ რაღაცა სხვა ენაზე უნდა ცადო, მაგრამ ეს რატო ვთქვი, წეგარ მე გარანტიებზე იმიტომ ვილაპარაკეთ, თქვენ სწორად თქვით, რეჟიმი რო აკეთებს ამას, ხო? აი პასუხისგებლობა ახსენეთ, ხო? ანუ ადამიანზე კი დგას, მაგრამ დგას უპასუხისგებლო ადამიანზე. ანუ პასუხისგებლიანი ადამიანი ამას ყველა გადის. აი მე გუში ვნახე სიუჟეტი იყო მოსამართლე დავით ჯუღელი, ხო? რამხელა რეპრესიების და იმის იყო. აი ეს არის პასუხისგებლიანი ადამიანი და უპასუხისგებლო ადამიანებს არჩევს ეს რეჟიმი და დგას მათზე და ამიტომ ის იჯერებს იმ გარანტიას, რომ
მე კაცო კიდე დავწე, დავაჯარი მე მოვკლავ, შევაშინებ, იმიტომ რომ მე უპასუხისმგებელი ვარ, მე გარანტია მომცეს. კი ბატონო. მე გარანტია მომცეს და ანუ სწორად თქვით, ხო, ანუ მე ჩემ თავს არ ვეკუთვნი, იმან გარანტია მომცა, მითხრა რომ სულ იქნები. აი ეს მარტივად რა. თუმცა ასე პასუხისმგებლობა აი რას ვიტყოდი რომ როდესაც მაისის წვიმა და არ გინდა რომ შეხვიდე სახლში, იმიტომ რომ გსიამოვნებს, მაგრამ არსებობს თებერვლის და მარტის წვიმაც, რომელიც იძულებულია ქოლგაც კი არ ყოფნის, ანუ ძალა აი ზუსტად ეგ არის, რომ ქართული სიტყვა არ ესმით, მაგრამ ესმით ბევრი ადამიანის ერთად ნათქვამი სიტყვა. მას უნდა თუ არ უნდა, მაგრამ ხაბატონმა ეს მე შეიძლება ხო ავტომატურად რომ გავაგრძელე. აუცილებლად მინდა თქვა და ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვით თქვენ, რომ ეს ისე ზღვარი აი ბოროტებასა და კეთილს შორის მართლაც ჩემ მთავარი საფიქრალი და გულისწყივილიც არის ის ჩემო მეგობარო რომ ჩვენ ამ ადამიანების გვერდით კარგები არიან თუ ცუდები არიან ჩვენ და ვიცხოვროთ და ვცხოვროთ და მართალია როდესაც ჩვენი ბრძოლის შედეგს მივიღებთ კი თავის სახელი აქვს მაგრამ მეგობარი ისთვის არის თუ კი ან ადამიანები ჩვენი სწორი ქცევის, სწორი ანალიზის, მართალი სიტყვის ძალით ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი იმ კარგ გარემოში, კარგი სისტემის სივრცეში მოვახვედროთ ის ადამიანები, რომლებიც აი სულ მიყვარს ის მაგალითი, აი აფრიკაში რო არის რაღაც ტომი და ვინც რაღაცას დანაშაულს ჩადის, შუაში ესე მოაქცევენ და ყველა ეუბნება თუ კი რა კარგი ბიჭია ის, თუ რა კარგად იქცეოდა და აუცილებელია რომ ჩვენი მაგალითებით შევცვალოთ ეს გარემო, აუცილებლად. ეს მაგრამ ლადოზე რა მინდა თქვა, ჩემო ოქროს ბიჭს. როდესაც ჯერ 5000 ლარი იყო შეგროვებული, აბსოლუტურად ყველას ჩვენი ქვიცხედით, ხო, 9 ადამიანები, ღმერთო რა კარგი ციფრია 9. ყველას გადაურიცხა გაუნაწილა ეს ფული, მაშინაც კი, როდესაც ძალიან მცირედი გქონდა, არც კი უფიქრია, რომ აი ყველას აი თვითონ ჩათვალა რამდენად სინდისიერი ადამიანია, რომ თვითონ ჩათვალა, რომ ეს თანხა იყო საერთო თანხა, რადგან მას ჩაურიცხეს, ამიტომ ასეთი მაგარი ბიჭია ჩვენი ლადი. ძალიან დიდი მადლობა ნინო. ანასთან გადმოვალ და ლადოს თემა მინდა რომ გავაგრძელო და ყველასთან მექნება რა თქმა უნდა ეს შეკითხვა. ფინალისკენ მივდივართ და მინდა რომ ცოტა განვაზოგადოთ ოღონდ ლადოს მაგალითი ამ შემთხვევაში. აი ვიცით უკვე რომ ლარ ნახევრით ხო შეგროვდა ამხელა თანხა. მართლა უპრეცედენტო შემთხვევაა და 9000-ზე კი არა 16000 არის უკვე ხო მიღებული აქვს მონაწილეობა 16000. აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ განათლების სამინისტროს ესმის რომ ის მასწავლებლები რომლების წინაშეც ისინი ძალიან ცუდად იქცევენ და ცუდ დავალებებს აძლევენ და აიძულებენ მასწავლებლებს იყვნენ ცუდები 9000 მასწავლებლებს ასე გამოხატავ კი ზუსტად აი ეს მინდა რომ არა ზუსტად ამას თქმა მინდა და კითხვა ზუსტად რომ იმის თქმა მინდა ზუსტად რომ გასაგებია რომ შესაძლოა 16000 ადამიანი ყოველ საღამოს ფიზიკურად ვერ გამოვიდეს რუსთაველზე მაგრამ ეს ხომ ნიშნავს იმას და ფაქტია რომ კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში ეს დაფიქსირდა პროტესტად. ხო, აი ძალიან დიდია პროტესტი, ძალიან დიდი მასშტაბებზე გადის უკვე ეს პროტესტი. ანუ შენი შეფასება როგორ იქნება, შენ რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? ანუ რა დამოკიდებულება, რაზე გველაპარაკება რეალურად ეს ფაქტი, მაგალითი ამ შემთხვევაში ამ ხელა სოლიდარობა და ყველასთან მექნება იგივე შეკითხვა თუ შეიძლება რა თქმა უნდა. ეს ფაქტი არის ის რომ როდესაც ივსებოდა ეს ცენტრალური ქუჩები, ხო, ძნელია ყოველ დღე ამდენმა ადამიანმა გადადოს ყველაფერი და თუმცა ხალხი სამსახურებით ყოველ საღამოს დგას და ეს ფაქტიც, ამიტომ ამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოძებნოს რაღაცა თავისი ფორმა. აი რა კარგია, რომ აი ლარნახევრით ამარცხებ ყველანაირ ბოროტებას. ამაზეა ლაპარაკი. ჯერ ესეთი ემიგრანტებს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხოთ. ამ ხალხმა ხო ჩვენიერი გადაარჩინა საერთოდ და თქვენ გაიხარეთ ხალხმა. და თქვენმა ოჯახებმა აქ და კიდევ აი ამ ხელა გვერდში დგომა იქედან და როგორი აქტივობა იყო კიდე არჩევნებზეც ხო ხალხი საიდან ჩავიდა და ელოდებოდა ზოგმა ვერც მისცა. 1000 კილომეტრი გაიარა ბევრი. და ამისთვის უღმეს მადლობას გიხდით და ძალიან დიდ პატივს ვცემთ თქვენს იქედან აი ყველანაირ
ნებისმიერად და კიდე ამისი თავიც რო აქვს, რომ ადამიანს ასე უდგანა გვერდს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. ხოლო რაც შეეხება პროტესტს, აი ყველა უნდა მოვძებნოთ ჩვენი, იმიტომ რომ ეს უკვე დაინახეს, მე მგონი ამის მტკიცებაც, აი ყოველ დღე ხდება იგივე ეს 16,000 თუ ვილაპარაკეთ. რატო არის მნიშვნელოვანი? მე მგონი, ვისაც დანახვა უნდა და ამის უნარი ქონდა, ხალხის რა რაოდენობა არის რაღაცა ამ აზრზე, მე მგონი ეს უკვე დაინახა ადამიანებმა, ხო? და შეიძლება 16,000 ყოველ საღამოს ვერ იყო, მაგრამ თავიდანაც რატო არის მნიშვნელოვანი რაღაცა მნიშვნელოვანი დღეებშიც კი რომ თქვათი ყველა მივიდეს და კიდე ვიცი რა მაგიჟებს 8 ადამიანი ჩვენ რო ვიდგეთ მარტო და ჩვენთვის რო იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარტო ჩვენ რო შიმშილობდეთ დაათო სიმონია რომელიც მეგობარიც ციხეში იყო და თვითონ ციხესთან იყო ეს არ არის ტარიელი და ავთანდილის ამბავი თანამედროვე 21 საუკუნეში მეტი ამ ადამიანებს არ ვიმსახურებთ 5 კაცს თუ იმ დონეზე გვიჭის ეს უსამართლობა რომ ვიღაცა გამოვიდეს და დაგველაპარაკოს რომ რა არის იქნებ რაღაცაზე შევთანხმდეთ იცი არ არის ყველაფერში ის არ აქვს საჭირო რომ ჩვენ ვიყოთ სასახად ყველაფერში მარცვლები დავილაპარაკოთ 3 მილიონი ნახევარი ხალხი დავმივართ ხანი გეცდა და 5 კაცი ამიტომ კი რაოდენობას ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ჩვენ ყველანი იმისთვის რა ვიცი ვიხარჯებით ვიკლავთ თავს ნერვიულობთ ღამეები არ გძინავს რომ 3 კაციც რო გამოვიდეს ხვალ და 3 კაციც რო დადგეს და თქვას რომ აი ამ პირობებში სრულიად გაუსაძლისია ჩემთვის პირადად ცხოვრება უნდა გავიდეს და უნდა დაელაპარაკონ იმ ადამიანებს. ამაზე ალაპარაკე. დიდი მადლობა ანა. ქალბატონო მაია. მე გავაგრძელებ ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ეს არის ჩვენი მიზანიც. რა ვიცი ჩვენ გქონდეს აქ ქვეყანა, სადაც ერთი ადამიანის ხმაც კი არის მოსმენილი, გააზრებული და პასუხგაცემული. აი ეს არის ჩვენი სტანდარტი. ჩვენ ასეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. ეს გვაერთიანებს ყველას. ეს სულისკვეთებაა ჩვენში. ჩვენ ამ ბრძოლაში მართლები ვართ აბსოლუტურად. და ერთი რამ, რაც ეხლა ხო ხედავ, რომ ძალიან ესე იცვლება ჩვენი ემოციები, სასო წარკვეთილება მოდის, უიმედობა მოდის, მერე ბრაზი მოდის. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ომში სულ ესე ვერ იქნება. სულ ესე შემართული ვერ იქნება. ხან ჩამოიქცევი, ხან მოკლედ ეს ჩვეულებრივი პროცესია. უბრალოდ მინდა რომ აი ვიხსენებთ, რომ ამ დროს თავისი ასოციაციები მოყვება. ვიქტორ ფრანკლი რომელიც იყო საკონცენტრაციო ბანაკში მიიყავდათ სამუშაოდ აი ამ მუშაობის დროს ავად იყო ფიზიკურად დავარდა და ეს დაცემა რას ნიშნავდა რომ ზურგში ტყვიას მოგახლიან იმიტომ ზედმეტი ბარგი ხარ ამ სისტემისთვის ამ სიტუაციაში და უცებ მის გონებაში წინ გადახვევა მოხდა ანუ დაინახა მომავალში საკუთარი თავი როგორ დგას უნივერსიტეტის აუდიტორიაში და როგორ უყვება სტუდენტებს როგორ გადარჩა საკონცენტრაციო ბანაკში ჩვენც ასე წინ გადავახვიოთ მეგობრებო და დავინახოთ მართლა ცხადად დავინახოთ რა გვინდა რისკენ მივდივართ და იცოდეთ რომ ეს ძალიან დიდი ძალის მომცემია და ყოველდღე ეს მეხმარება რომ არ ჩამოვიშალოთ ჩვენც გვაქვს ჩვენ რა თქმა უნდა ლექს ხო ეს სინამდვილეში სერიოზული ასე ვთქვათ სერიოზულად რთული საკითხია მე ვფიქრობ აი რაც ხა დაიწყეს გოგონებმა და იმიტომ რომ ეს მიდის რასთან ესე იგი სოლიდარობასთან და ჩვენ საქართველოს და ქართულმა ერმა აი ეს გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი ჯერ ამ გზას გავდივართ ესე იგი 8 ადამიანის პრობლემა დღემდე ვერ შეიგნო ადამიანმა რომ შეიძლება შენი პრობლემაც გახდეს და მეორე 8 ადამიანი ფიქრობს იმ 8 ადამიანზე რომ ნუ ეს ხო რაღაცა სხვა გაჭირვებისთვის ადგას და მე სხვა რაღაცისთვის მინდა ჩვენ თუ ახლოს პერიოდს გადავხედავთ ჩვენსას აი პატარ-პატარა პროტესტები იყო რაღაცები ხო ჭიათურაში სხვა ქალაქში იქ აქ განა არისო იყო მაგრამ ამას ვერ მივახციეთ. კი ბატონო. ეს ეროვნული გამოცდა გვაქვს რეალურად ჩასაბარებელი. ეს არ არის მარტივი საკითხი. მე მაგალითად დავიძახი ახლა არქივი და 2013-დან ვაპროტესტებ რეჟიმს და ამას წინათ აი აქციები რომ დაიწყო, აღარ მახსოვს მე მგონი პირველი ეს რუსული კანონი რომ მიიღეს, მე მგონი მაშინ იყო და
ახალგაზრდებმა რამოდენიმე აქციაზე მითხრეს, ვაიმე დიდი მადლობა ჩვენთან რომ გახარო რა და გამეცინა თან მე სიამოვნო თან გამეცინა და მეოთხარი ხო აღარ დავიწყებდი ხა საუბარს და ან დიდი მადლობა მეთქი რახან ესე მეუნებით იმან არც იწოდა მე რა პერიოდში ერთხელ ნახმერ და იმის მე რაღაც მინახავს ის ახალგაზრდა დაიღალა ალბათ ან რაღაცა რა მაგრამ აი რეალურად ნახეთ თუ დავაკვირდებით რატო ვერ ხდება ეს რომ დღესაც ეგ პრობლემა გვაქვს ამ აქციებზეც ერთი იძახის რომ მე იმის გვერდზე არ დავდგები მეორე იძახის რომ იმის გვერდზე დავდგები თუ ის იმის გვერდზე არ დადგება მესამე იძახის სუახლების გვერდზე და ეს არის სინამდვილეში ეგ რო აკაცის პრობლემა არის ეს პრობლემა სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ ცოცხალია ჯერ კიდევ და ამიტომაც რომელი ტკივილი აი რა განცდებით ყველას მიზეზი აქვს მის გვერდით ვისაც არ უნდა დადგომა მაგას ვამბობ ხო ანუ ეგ არის რა და ანუ მე უნდა გადავახოს ეგ ჩვენ უნდა უყურებოთ ჩვენ თავს მაგაში ამით რუსი ხეირობს ხო ნახე რუსი ხეირობს და გათი შედაიბატონის პრინციპი ესე მუშაობს და ამიტომ მე ვთქვი კი დაგუკიდეს ბაკურიაში ხო გამოხსენებს მე მაგრამ მე ჩემი მარტივი რეცეპტი ესე ნუშრომა მარტივი არ არის მაგრამ მე ვფიქრობ რომ რაღაცა გარიგებები რაღაცა დათქმები რაღაცა ასე ვთქვათ თხოვნები უნდა გავითვალისწინოთ რომ მიზანი თუ არის გამარჯვება ამ მიზნამდე უნდა მივიდეთ მხოლოდ ერთი პირობით ვაი მე ამას დავთმობ შენ ეს მთხოვე ამაზე გავრიგდეთ აი ამის მერე ესე იყოს აქ თუ ეს არ მოხდება, მაშინ ეს გაიწელება უსასრულოდ. და მე ამ გამოცდილებას რომ გადავივლით, ხო, მე ყოველთვის მომხრე ვარ მაგისი, რომ იმ ადამიანთან უნდა მიხვიდე და კითხო, რომ რა გიჭირს და რითი დაგეხმარო, რომ ერთხელ სამუდამოდ ამ ქვეყანაში დამთავრდეს რა ეს რაღაცა მარაზმი. ძალიან დიდი მადლობა. მე ვთხოვთ, რომ ჩემს მაგივრად ყოველთვის ქალბატონი მაია მოიყვანოთ. შენც რომ მოგიყვანოთ და ქალბატონი მაიაც მე მგონი არ იქნება ორიგო. ყოველთვის არის რა თქმა უნდა თქვენთვის ჩვენს ეთერში დრო. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, ჩვენი სტუმრები. ჩვენ ძალიან ცოტა ხნით გემშვიდობებით, ძალიან პატარა რეკლამა გვაქვს და ძალიან მალე დაგიბრუნდებით, ასე რომ არ გადართოთ. დავით დოიაშვილი გვეყოლება უკვე ჩარტაში დროებით. დროებით. დავბრუნდით ჩემო მარიამ პირდაპირ ეთერში და როგორც დავიწყეთ გადაცემის დასაწყისში საუბარი მანიფესტზე ცოტა უფრო ხომ არ განგვევრცეს ეს ყველაფერი იმიტომ რომ უნდა შემოგვიერთდეს კი მაგრამ სანამ შემოგვიერთდება დათო ძალიან მინდა რომ შენ თავად მოყვე იმ შტაბ-ეჭდილებაზე რაც რეგიონებში დაგხვდათ, იმიტომ რომ დაიწყეთ ბათუმიდან. 4 ტალღა გადავიარეთ, ასე ვთქვათ. ხო და მინდა რომ მოუყვე ჩვენს ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ ჩარტვებში არაერთხელ იყავი შენს და შენი კოლეგებიც, თუმცა იქ რაღაცა შენი პირადი ემოცია მინდა რომ გაგვიზიარო ამ შემთხვევაში. 4 ქალაქში ვიყავით, ეს იყო ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი. განსაკუთრებით გულის ამაჩოყებელი და მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ზურგეთი გამომდინარე იქიდან რომ მე თვითონ ვარ გურული და ჩემი ემოციური ძალიან ისეთი მჭიდრო და ემოციურია კი ბატონო და სხვათა შორის არ ველოდი იმ მუხტს რაც დამხვდა ოზურგეთში და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა მათგანს ძალიან ბევრი მე პირადად ვიცი ჩემ რამდენიმე ნათესავმაც კი მომწერა ესე მაპატიეთ მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვა რომ გვინდა წამოსვლა მაგრამ გვეუბნებიან რომ სამსახურიდან გაგიშვებთ თუ წახვალთ ამ მანიფესტზე და რამდენიმე ვერ მოახერხა მოსვლა თუმცა რამდენიმე გაბედა და მაინც მოვიდა და დღეს ისინი ისე მუშაობენ ასე რომ ძალიან გთხოვთ ნუ შეგეშინდებათ ადამიანებო მე მესმის ყველას ვერ გაგვიშვებენ, ყველას ვერ დაგვიჭერენ. ასე რომ ერთად უნდა დავდგეთ და რაც უფრო ბევრი ვიქნებით, მით უფრო ნაკლები იქნება და შემცირდება სადამსჯელო ღონისძიებები დარწმუნებული ვარ. ხო და ეს უბრალოდ ოზურგეთზე რაღაც მოკლედ მინდა რომ მეთქვა დანარჩენი რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებსაც ძალიან კარგად დაგვხდნენ, ზოგადად მუხტი არის ძალიან მაღალი და რაც ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ, ხო, რისთვის ჩავდივართ, იმისთვის რომ მოვუსმინოთ მათ. ეს არ არის რომ ჩვენი სათქმელი ვთქვათ. კი, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი სათქმელი, რომ მათი უნდა მოგესმინათ.
რას ფიქრობდნენ ისინი? კი ბატონო და აი აქ მოკლედ ვიტყვი რომ ზუგდიდში იყო ესეთი ინციდენტი რომ ზუგდიდის თეატრის წარმომადგენლებს, მსახიობებს, რეჟისორებს არავის არ ქონდა სურვილი გამოსულიყო სცენაზე და ეთქვა თავისი სათქმელი. თუმცა რომ დავიწყეთ სადღაც შუაში ვიყავით უკვე რომ აი იქ გადაწყვიტეს, იქ მიიღეს გადაწყვეტილება რომ გამოსულიყო და ძალიან დიდი მადლობა. მაინც თავის იქნა ალბათ პროფესიამ. და სწორედ ეს გააკეთა აი ამ მანიფესტმა, რომ ათქმევინა თავის სათქმელი, გააბედინა თავის სათქმელი, რომ ეთქვა სცენაზე და მიემართათ და მოემართათ ჩვენთვის და თქვენთვის და აი ახლა უკვე ძალიან დიდი სიამოვნებით წარვადგენ დათო დოიაშვილს, რომელიც უკვე დავაანონსეთ. დათო, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად, ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მანიფესტის ავტორი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გამარჯობათ, მეც მოგესალმებით და მიმესალმებით თქვენ ტელემაყურებელს, ძალიან მიხარია თქვენთან. მინდა რომ მოვუყვეთ ჩავლილი აქცია სპექტაკლების მანიფესტის შედეგი, რომელიც ესე როგორი იყო, შთაბეჭდილება როგორია და დასკვნაც ერთგვარი. კი ბატონო, ესე იგი როგორც აგერ კურთუმ თქვა. ეს 4 ქალაქში ვიყავით, ეს იყო რაღაცა 4 ტალღა, ჩვენ ესე ტალღებად ვყოფთ, იმიტომ რომ რაღაც მე გადავსურავ სხვას არის რაღაცა ტალღები და ეხლა მეხუთე ტალღა იქნება გორში, ხვალ და ყველას ველოდებით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის პლატფორმა დიალოგისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს სწორედ. იმიტომ რომ ჩვენ არ ჩავდივართ რაღაც ან პერფორმანსის გასამართად ან რაღაცა ჩვენ ჩავდივართ ჩვენი სათქმელისთვის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რასაკვირველია ეგ რომ უსმინოთ იქაურ სპიკერებს და ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მაგარია ამ სპიკერების მოსმენა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაცებს ამბობენ და მე მაგალითად რაღაცებზე რადიკალურად შემეცვალა მაგალითად აზრი და თქვა ქუთაისში ერთ-ერთმა სპიკერმა როდესაც ჩემოდანი გახსნა და ეს ბავშვების წერილები ამოვიღო და წაიკითხა, ნუ ეს იყო რაღაცა აი მართლა ძვლები გაგვეყინა ისეთი ის იყო და როცა ამ გოგომ თქვა რომ ქუთაისი გადაიქცა მონატრების ქალაქად. და რომ მთელი თაობები არიან უკვე რომლებიც ფაქტიურად დედის გარეშე იზრდებიან. ეს წარმოუდგენელი რამეა რა, და იყო აბსოლუტურად სხვანაირად დაგანახეთ ქუთაისს და ამ პრობლემაზე თუ არ დავიწყეთ დღეს ველაპარაკი, როგორ შეიძლება მოგვარდეს თუნდაც ემიგრაციის პრობლემა. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაღაცნაირად დაბრუნდნენ ეს ადამიანები თუ გაუმართოთ ხელი და ამ ბავშვებს როგორ უნდა მივმართოთ და როგორ უნდა გავზარდოთ, რა სიყვარული უნდა მივცეთ და ასე შემდეგ უამრავი პრობლემაა ყველგან. და ძალიან მნიშვნელოვანია რა მივხვდი რომ აუცილებელი იყო ეს რეგიონებში სიარული, იმიტომ რომ ყველა რეგიონს აქვს თავისი პრობლემა. ყველა რეგიონი ცხოვრობს აბსოლუტურად თავისებურად. სხვათა შორის მინდა გითხრათ რა ძალიან გამახარა რომ არ დაგიმალოთ, რომ ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს თქვათ რეგიონში იგივე პოლიციის მიმართ. მაგალითად აქ თუ ძალიან დაძაბულია თბილისში ხო, თქვათ ურთიერთობა პოლიციელებსა და იმას შორის, ნუ ისინი იზოლებულები არიან, რომ დააჯარიმონ ასე შემდეგ. იქ ესე არ არის. იქ პირიქით რაღაცნაირი პოლიციელები არის, ერთ-ერთი ყველას იცნობს, მე იცავენ ძალიან მათ და რაღაცნაირად ყოველ შემთხვევაში ძალიან ადამიანურებულია ეს ურთიერთობა, იცნობენ ერთმანეთს და უსმენენ ერთმანეთს და ასე შემდეგ, ასე რომ ყველგან სხვადასხვა რამე ხდება, ხვდები. ეხლაც თქვათ ეს არის სოლიდარობის რაღაცნაირი დიდი ჯაჭვი. და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის სწორედ ეს, როცა არსებობს ეგეთი იდეა და ამ იდეას ნელ-ნელა უერთდებიან და თქვათ ამას ვერ ჩავატარებდით ჩვენ რეალურად რო არა ეს სოლიდარობის ჯაჭვი, იმიტომ რომ სოლიდარული იდეასთან გახდა იგივე სცენა, იგივე განათება, იგივე თქვათ სასტუმრო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჯორჯიან პალას მასპინძლობისთვის, რესტორნები რომლებიც პატიჟებენ და გვეუბნებიან რომ მოდით ჩვენთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ასევე სპიკერები რომლებიც გვიერთდებიან, ადამიანები რომლებიც
მოსწავლეების გვიერთდებიან და ეხლა მაგალითად გორში შემოგვიერთდებიან ბათუმელის სტუდენტები, რომლებმაც თავიანთი მანიფესტი გააკეთეს და გორში 5 საათზე ისინი ითამაშებენ ჯერ და შემდეგ 7 საათზე უკვე ჩვენ ვითამაშებთ. ასე რომ ეს სოლიდარობის ჯაჭვი არ გაცდება. იგივე აი ეს მასწავლებელი აფხაზავა, რომელიც ერთ-ერთი ჩვენი სპიკერი იყო, ხო, რაც მასთან მოხდა, ამაზე დიდი სოლიდარობა რა უნდა იყოს, რომ ამდენ ადამიანმა ესეთი აქტი ჩაიდინა. ან დაკარგული ველოსიპედის გამო რაღაცას ჩუქნია. ეს ამის გამოძახილია ყველაფრის და ყველაზე ბედნიერი ვარ ამით, იმიტომ რომ ყველაზე თავარი სწორედ არის ეს სოლიდარობა. ამ სოლიდარობაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოში არაფერი არ არის. ისევე როგორც ჩვენი აქტიც არის ერთი ადამიანისთვის როგორ იბრძვის თეატრი. ერთი თავისი ჯარისკაცისთვის, რომ ანდრო დღეს უნდა იყოს გარეთ, აუცილებელი ეს უნდა გავაგებინოთ და ეს სოლიდარობა გადამდენია. და ყველა თუ ჩვენ ერთმანეთს ესე დავიცავთ, არაფერი არ მოხდება ამ ქვეყანაზე გარდა სიკეთის. აი ამაში ვარ დარწმუნებული. ნამდვილად გეთანხმები. დათო, იცი, შენ ახსენე და მოყევი უკვე და გასაგებია ჩვენი ტელემაყურებლისთვის რეგიონებიდან და ხალხის დამოკიდებულება ზოგადად განწყობაც. მაგრამ მაინც მინდა გკითხო, აი თუ შეგიძლია რომ ხაზგასმით თქვა, რისი თქმა უნდა ხალხს, რომ შენ თქვი რომ აღნიშნე უკვე რომ ხალხის მოსასმენად ჩავდივართ რეგიონებში. აი მათი მთავარი სათქმელი რა არის? მაინც აი რას გაუსვამდი თავად ხაზს ყველაზე მეტად მათი სათქმელი? ყველაზე მეტად რაც ძალიან მიხარია რო არ დაგიმალოთ, რომ რაღაცა ეს ინფანტილური რაღაცნაირი სადღეგრძელოებიდან, რომელიც საერთოდ ესეთ დროს მიტინგს თუ რაღაცას ჩვევია, ძალიან კონკრეტულ თემებზე არიან ხალხი გადასული. ეს არის სოციალური პრობლემები. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც ყველაზე მეტად გამახარა, იმიტომ რომ როცა ჩვენ პირველ მანიფესტს ვაკეთებდით და მაშინ მსახიობები დავსხედით და ვთქვათ თემებს ვანაწილებდით, რომ რა თემებს უნდა შევეხოთ, რა იქნებოდა ჩვენი აზრით საინტერესო, მაშინ როდესაც ვთქვით, რომ იქნებ ერთ-ერთი თემა იყოს სოციალური პრობლემები, ძალიან დიდხანს ვჯელობდით ეს საჭირო იყო თუ არა და მე ნანკა კალათოზიშვილმა აიღო ეს თავის თავზე და თქვა, რომ მე გავაკეთებ ამას და პირველივე აი ეს ნანკას სპიჩი, რომელიც იყო რა, იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ დღეს ყველა რეგიონში ყველაზე მთავარი არის სოციალური საკითხები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ის პრობლემები, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ და ნელ-ნელა ჩვენ უნდა შევეჩვიოთ მარტო ამ მთავრობისთვის კი არა. ხვალ როცა სხვა მთავრობა მოვა, იმანაც უნდა იცოდეს, რომ მოუმატებს ერთ თეთრ ბენზინზე უნდა გამოვიდეს მთელი საქართველო. და მიხვდებიან მაშინ რომ არ არის ეგრე რა საქმე რა. ამიტომ სოციალური პრობლემები არის მნიშვნელოვანი რა. ის რომ დღეს ამდენი გაჭირვებული ყავს, ის რომ ამდენი ადამიანი დახმარებას იცის სოციალურად დაუცველია, რომ ეს უნდა მოგვარდეს რეალურად. სხვანაირად არ გამოვა თუ გვინდა რომ ვიცხოვრო კარგ და ნორმალურ სახელმწიფოში. და ადრე თუ დააკვირვებული ხართ ქართველები მაინც და მაინც არ ვლაპარაკობდით ამ სოციალურ პრობლემებზე, იმიტომ რომ თითქოს გწვენოდა, არ ვიცი, თითქოს გვერიდებოდა, თითქოს ის რომ ეს ქართული ბუნებაა რაღაცნაირად, რომ კი მე არ შევჭამ, მე გავიჭირებ კაცო, მაგრამ მე იდეისთვის თავს შევწირავ. აქ აი სწორედ აი ამ შიშის და სირცხვილის გადათეხვაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი. რომ აი ეს შიში და სირცხვილე პირიქით უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, უნდა ვილაპარაკოთ ყველა მთლიანულ თემაზე. და ამ ლაპარაკში იბადება შემდეგ და ჩდება გზა, აუცილებელია ეს და მე ამით ვარ ერთ-ერთი ყველაზე კმაყოფილი თუ რამით ვარ არის ეს, რომ ძალიან წინ წამოვიდა სოციალური პრობლემები. კი, ნამდვილად ასეა და ჩემი დასკვნა პირადი მოსაზრება, რომ სოციალური პრობლემების ამ დოზით ჩვენ საზოგადოებაში ყოფნა თუ არსებობა, არ ვიცი, არის თავარი პრობლემის, თავარი მისიის გადაფარვა ხდება ამით, რისთვისაც სინამდვილეში ვიბრძვით ჩვენ ადამიანებში, იმდენად არის ეს სოციალური პრობლემები, რომ არ ვიცი, დრო აღარჩებათ ადამიანებს, რომ რაღაც მაღალ ღირებულებებზე და უფრო სადღაც ესე სხვაგან იწოდა ამას დაუთმოთ, რომ ამიტომ სწორედ სოციალური პრობლემები უნდა მოგვარდეს პირველ რიგში, რომ შემდეგ უკვე სხვა მნიშვნელოვანსაც მივადგეთ, ასე ვთქვათ.
თუნდაც ის რომ ნახე თუნდაც ის რომ ადამიანებს ეშინიათ რაღაც დონეზე გამოსვლა ხო იგივე ქუთაისში რაც ხდებოდა იმიტომ რომ სცენის წინ სადაც იდგა ხალხი და ვინც გაბედეს და საკმაოდ იყო ხალხი მაგრამ ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია და მადლობა თითოეულ მათგანს ვისაც თქვა ვინც გადატეხა ეს შიში და არ შეუულია იმიტომ რომ იქვე ბალახვანში ვიყავით ზემოთ იქ გაგვიშვეს და იქ არის რაღაცნაირი ალეა ხეების სადაც დაახლოებით 2 იმდენი ხალხი იქიდან გვიყურებდა. მათ ვერ გაბედეს რომ უბრალოდ გადმოსულიყვნენ, არა იმიტომ რომ ეს ის არის კრეხელობა, არ პირიქით. ანუ უნდა მივხვდეთ რა მდგომარეობაში ვართ რა. ანუ რამდენი კამერაა დამონტაჟებული, რამდენი კამერა უყურებს თითოეულ ადამიანს და მე მართლა ესეა ჩვენ წავალთ და მათმა უნდა გააგრძელონ იქ ცხოვრება და უნდა შეძლონ და ეხლა რაღაც იმის გამო ვერ ჩაიგდებენ უხერხულ მდგომარეობაში თავსთან ეშინიათ რაღაც პრობლემების, მაგრამ თუნდაც ის რომ აინტერესებთ ეს და თუნდაც ის რომ მოდიან ამის სანახავად, ეს უკვე ძალიან მაგარია. ამიტომ თითოეულ ადამიანს მართლა ძალიან დიდი მადლობა და საერთოდ არ ვფიქრობ აბსოლუტურად გულსხველი ვარ, იმიტომ რომ მაგალითად ოზურგეთში რომ ჩავდიოდით ვითხრეს რომ ყველა ქალაქში არის რაღაცა პროტესტის ფორმები და ოზურგეთში საერთოდ არ ყოფილა პროტესტის ფორმები. და ამიტომაც რომ თქვით რომ ოზურგეთში ჩამოვიდეთ, გითხრეს რომ აქ რომ ჩამოხვა მაქსიმუმ 10 კაცი თუ გამოვა ხო, ვინ გამოვა. არ არის არც ეს მუხტი არ არის და მაშინ უთხარი ერთი კაციც რომ გამოვიდეს, მათთვის ვითამაშებ, იმ ერთი ადამიანისთვის ვითამაშებ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ისა, რომ იმ ერთ კაცთან, ვისაც უნდა ჩვენთან დიალოგი, იმათთან შევალთ დიალოგში. მაგრამ ნუ მე ის მოხდა, რაც მოხდა, რომ აი უცებ არსაიდან გადაივსო მთელი მოედანი. ამიტომ ყველას მართლა ძალიან დიდი მადლობა და რა ვიცი, ეხლა აი ჩავდივართ გორში და ჩემო საყვარელო გორელო. ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ჩემთვის ძალიან მტკივნეული რეგიონი. ეს არის რეგიონი, რომელსაც თავის თავზე აიღო ყველაზე დიდი ტკივილი და მართლა ძალიან ძნელია უმგამოვლილ რეგიონს ელაპარაკო შენ, რომელსაც ესე უშუალოდ მონაწილეობა არ მიგიღია ომში. თუმცა თქვა ჩვენ თეატრის მსახიობებს მიუღიათ მონაწილეობა, ამიტომაც სპიკერებიც აი დაახლოებით ესეა შერჩეული და ყველა ის ადამიანი და ძალიან საინტერესო სპიკერები იქნებიან გორში. ყველას დიდი მადლობა და გელოდებით დიალოგისთვის და განსაკუთრებით საინტერესოა, როცა მთავრდება ყველაფერი და მე უკვე როცა მაყურებელში გადიხარ და მაყურებელს ელაპარაკებ. ეს კიდევ უფრო აბსოლუტურად სხვა ემოციაზე ჯდები და სხვა რამეა რა. ქუთაისში მაგალითად გქონდა ესეთი შემთხვევა, როდესაც მაყურებელი მოვიდა ჩემთან და თქვა, რომ ხო ეს ხო დიალოგის პლატფორმაა, ხო ამას ამბობ. ხარ კი, ხო და ამისთვის სცენაზე და გამალაპარაკე და ამდა სცენაზე. მართლა არ ვიცოდი რა სიმწოდა. და აი ეს ძალიან კარგია რა. ამიტომ ეს პლატფორმა რაღაცნაირად უნდა გამოვიყენოთ, რომ შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი, შევძლოთ ერთმანეთის გაგება, სანამ დროა. ძალიან დიდი მადლობა, დოი. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ თითოეულ შენს მსახიობს გვიწევ, არ ვიცი, რაღაც მშობელი გააკეთებს ალბათ მხოლოდ იმას, რასაც აკეთებს შენი თითოეული მსახიობისთვის და რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვხედავთ. მე არ ვარ შენი მსახიობი, მაგრამ ძალიან კარგად ვხედავ ისე, რაც ყველაფერს, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა და მე მოერწევი არა მხოლოდ მსახიობობისთვის, საქვეყნოდ აკეთებ ძალიან დიდ საქმეს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა შენ და დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. შემატკივრობთ, გადაევნებთ თვალყურს და რა თქმა უნდა ჩვენი ეთერი ყოველთვის არის ღია თქვენთვის. წარმატებებს გისურვებთ თვალ. მადლობა. კარგად. ასე და ამგვარად ჩემოანა ხვალ კიდევ დიდი დღე გელოდებათ ხო ახალი თეატრის წარმომადგენლებს. ხვალ სწორად ვამბობთ, არამე აღშევდა დროც ხომ არ ვიცი ზუსტად რომ და გორში იქნება მანიფესტი და ხო კიდევ უფრო რაღაც ახალი პასუხისმგებლობა ეს თითოეულ ეს ძალიან დიდი ტალღა რომელიც უკვე ახსენა დოიმ არ ჩერდება და მეხუთე ტალღა კი ბატონო მეხუთე ტალღა და მეცხრე ტალღა სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდო ნახოთ
ხვალ მოკლედ გორში იქნება ახალი თეატრი თავის მანიფესტით დაინტერესებულ საზოგადოებას ზოგადად დამაყურებელს ვფიქრობ რომ აუცილებლად მივმართავ რომ აუცილებლად უნდა მივიდნენ იქ და დააფიქსრონ თავის სათქმელი დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ მათთვის სათქმელი და გადმოსაცემი ჩვენთვის ასე რომ ახლა ძალიან ცოტა ხნით დაგემშვიდობებით ისევ იმიტომ რომ საინფორმაციო უნდა დაგიტოვოთ თუმცა მე და ანა საინფორმაციის შემდეგ მესამე ნაწილით დაგიბრუნდებით დროებით არ გადართოთ დროებით დავბრუნდით ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო დავბრუნდით ჩემო ანა ეთერში და დღეს ჩვენ პირველ ბლოკში პრინციპში უკვე ნაწილობრივ ამაზე ვისაუბროთ კი ვისაუბრეთ უბრალოდ გავაცანით ჩვენს საზოგადოებას დარწმუნებული ვარ რომ ბევრ მათგანს ეს არ სჭირდება იმიტომ რომ საკმაოდ ინფორმირებულები არიან ვგულისხმობ დღევანდელ საღამოს მარშს არა რუსულ დიქტატურას კი ბატონო რომელიც დაიწყება მსვლელობა ევროპის მოედნიდან შემდეგ ცოტა ხნით იქნება შევჩერდებით ასე ვთქვათ თავისუფლების მოედანზე და შემდეგ რა თქმა უნდა უცვლელი ადგილი ჩვენი რუსთაველის მთავარი გამზირი კი ბატონო სადაც ასე ვთქვათ ესე გავმაგრდებით როგორც გვჩვევია ხოლმე სწორედ აი ამ თემასთან დაკავშირებით მე და ანა კი ვისაუბრებდით თუმცა ჩვენზე კარგად და გათიცნობიერებულად გურამ ჩუხრუკიძე გაგვესაუბრება დამკვირვებელი გურამ მოგესალმებით დიდი მადლობა აქციის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ორგანიზატორი მოდი ორგანიზატორი არ დავარქვათ იმიტომ რომ კი ბატონო ნუ დავარქმევთ იმიტომ რომ ყველა ვართ კი ყველა ვართ როგორც ყოველთვის ამ მარშების ორგანიზატორები ასე რომ მოგესალმებით გურამ დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და როგორც უკვე დავაანონსეთ საუბრობთ დღევანდელ საღამოს მარშზე რომელიც დაიწყება საღამოს 6 საათზე დიახ მოგესალმებით დიდი მადლობა ამ მოწვევისთვის მივეხსალმებით თქვენს მაყურებელს დღეს იქნება დღეს არის გვაქვს დაანონსებული საღამოს 6 საათზე მარში ევროპის მოედნიდან და გავემართებით თავისუფლების მოედნისკენ მარშის ლოზუნგი არის თავარი არა რუსულ დიქტატურას და შესაბამისად ეს მესიჯი უკვე ცხადია საქართველოს მოსახლეობისთვის რას გულისხმობს ვინაიდან ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დაანონსებულ უკანონო კანონებს მოაქვს მხოლოდ და მხოლოდ რუსული დიქტატორა ესენი ცდილობენ რომ გაიმეორონ 1921 წლის თებერვლის ისტორია და ჩააცემენტონ ამ ქვეყანაში რუსული დიქტატურა თუმცა ეს არ გამოვა დღეს საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაანახებს თავის მასშტაბებით რომ ჩვენ არ შევეგუებით დემოკრატიის მიტაცებას, ხელისუფლების მიტაცებას, დემოკრატიული რელსებიდან ჩვენი ქვეყნის გადაგდებას, ევროპული მომავლის წართმევას და ასევე ჩვენი თავისუფლების წართმევას და რეჟიმის ტყვეების უკანონოდ დატოვებას საპატიმროებში. შესაბამისად, დღეს კიდევ ერთხელ გავაგონებთ არალეგიტიმურ რეჟიმს, რომ ჩვენ გავართ ერთად, ვართ მედგრად და არ შევეგუებით მათ რეპრესიებს. რაც მთავარია, კიდევ ერთი ძალიან ასე ვთქვათ, დადებითი გზავნილი, რაც იქნება ჩვენს მარშზე, ეს არის რომ თითოეულ დემონსტრანტს, ვისაც სურვილი ექნება, შეიძლება რომ გაუგზავნოს წერილები რეჟიმის ტყვეებს და მორალურად გაამხნევოს. ვინაიდან მოგიხსენებათ, რომ რეჟიმის მიერ შეგზავნილი ადვოკატები ცდილობენ, რომ აღიარებინონ ბრალი, წამოიყვანონ საპროცესო გარიგებაზე, ისეთი ბრალი აღიარებინონ, რაც ამ ადამიანებს არ ჩაუდგნენ. ცდილობენ, რომ მორალურად გატეხონ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ესენი მეტგრად დგანან, ვინაიდან ქართული ოცნების მოღალატე რეჟიმისგან განსხვავებით ეს ადამიანები არიან პატრიოტები და იციან რომ უდანაშაულოდ არიან დაჭერილი და საკუთარი ქვეყნის სიყვარულის გამო არიან მხოლოდ და მხოლოდ დაჭერილები. შესაბამისად ჩვენი მოვალეობაა რომ აქედან გავაგონოთ ხმა ჩვენს თანამებრძოლებს რომ იყვნენ მედგრად რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სანამ არ დავიხსნით მათ და სანამ არ შევცვლით ხელისუფლებას რომ ჩვენ ვიქნებით ყოველდღე გარეთ და ჩვენ გავაგონებთ როგორც ქართულ ოცნებას რომ დანიშნოს სასწრაფოდ ახალი არჩევნები ისე სწორედ ჩვენი ეს შეუპოვრობა იქნება ცხადი ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის რომ მათაც პოლიტიკური პრესინგი განახორციელონ რაც უკვე ხორციელდება ქართული ოცნების წევრებზე.
კი ბატონო, გურამ და აუცილებლად უნდა დავაანონსოთ, კიდევ ასეთი რამდენიმე მასშტაბური რეაქცია არის ჩანიშნული ასე, ხო, როგორც ვიცით, იმიტომ რომ ეს არის 18 რიცხვი თუ სწორად მახსოვს, 25 თებერვალი და 7 მარტი და აი ამ აქციების, ასე ვთქვათ, მნიშვნელობაზეც რო ვილაპარაკოთ თუ შეიძლება. დიახ, რა თქმა უნდა, მე კონკრეტულად ანუ ჩვენი საინიციატივო ჯგუფი დამკვირვებლები, ასევე სხვა დანარჩენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად არიან უფრო ჩართულები ამ დღევანდელ აქციაზე. 18-ისა და 25-ის მნიშვნელობაც, რა თქმა უნდა, უპირობოდ მნიშვნელოვანია. მე როგორც დემონსტრანტი, რა თქმა უნდა, მივიღებ ამ შემთხვევაში მონაწილეობას აუცილებლად, თუმცა დეტალებზე ამ შემთხვევაში ვერ გესაუბრებით, ვინაიდან საორგანიზაციო საკითხებში მე არ ვარ ნამდვილად ჩართული ამ სხვა დანარჩენი მარშების. თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქართული ხალხის დაკვეთა, იცით რა არის, რომ ყოველ დღე ჩვენ ვართ რამდენიმე 1000 ადამიანი რუსთაველის გამზირზე, ხო და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვკეტავთ გამზირს და ასე შემდეგ და ეს პროტესტი გრძელდება უწყვეტად. თუმცა უნდა შევხედოთ რეალობას, რომ ეკონომიკური რუტინა მაინც თავისეშვება და 200.000 და 300.000 ადამიანი შეიძლება გარკვეული მიზეზების გამო ყოველ დღე ვერ გამოვიდეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ქართული ოცნება ცდილობს, რომ წაყრუების პოლიტიკას მიმართოს და არ შეიმჩნიოს ეს ადამიანები, ხო? შესაბამისად, ეს არის პირდაპირ საქართველოს საზოგადოებისგან დაკვეთა, რომ ყოველ, ასე ვთქვათ, კვირაში ერთხელ იქნება თუ 10 დღეში ერთხელ გამოვიდეთ მასშტაბურად, რა თქმა უნდა, ის დანარჩენი ხალხი ყოველ დღე, ვინც ვართ, ყოველ დღეც გამოვდივართ, მაგრამ დრო გამოშვებით გამოვიდეთ მასშტაბურად და დავანახოთ ქართულ ოცნებას, გავაკეთოთ ძალის დემონსტრაცია, ქართველი ხალხის დემონსტრაცია, რომ ჩვენ ვართ ბევრი, ჩვენ არ შევეგვებით, ჩვენ ვართ ის საზოგადოება, რომელთაც მოიგეს არჩევნები, რომელთაც წაართვეს ხელისუფლება, შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ 26 ოქტომბერს მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება ტანკებისა და ასე ვთქვათ იარაღის გარეშე, მაგრამ საკმაოდ დახვეწილი ელექტრონული საშუალებებით, ხომ, არჩევნების გაყალბების მეთოდით. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ არ შევეგუოთ ამათ, იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი კონსტიტუციური უფლებებისთვის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი მომავლისთვის და შესაბამისად ეს გაყიდული ადამიანები ესენი იქნებიან რომლებმაც მიიტაცეს ხელისუფლება, რომლებიც დრაკონულ კანონებს აანონსებენ და აცემენტებენ აქ რუსულ დიქტატურას, ამათ უნდა გავაგონოთ, რომ არ შევეგუებით, ხო? წარმოიდგინეთ, როგორ ესე იგი პარადოქსია, რომ ადამიანები, რომლებმაც უზურპაცია მოახდინეს თავარი საკანონმდებლო ორგანოსი, ანუ ესენი არიან პირდაპირ მძარცველები, ხომ? ანუ ქართული ოცნება არის კრიმინალური ბანდა, რომელმაც მოიპარა უბრალოდ საკანონმდებლო ორგანო და ეხლა ესენი გვიანოსებენ კანონებს, რომლებიც არის თავის საფუძველში ბოროტების, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი, დღევანდელი პარლამენტი და ეს პარლამენტი აანონსებს კანონებს, რომელიც კანონებითაც ზოგს აჯარიმებენ, ზოგს ციხეში უშვებენ და ასე შემდეგ. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა შევეგუოთ და ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ, რომ ეს კანონებიც, რასაც იღებენ და 5000 ლარები რომ მისდით ადამიანებს, ეს კანონები არის უკანონო. ვინაიდან კანონის წყარო და ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ეს ძირეული პრინციპი ქართული ოცნების მოძალადე რეჟიმს აქვს დარღვეული, შესაბამისად ჩვენ გვაქვს ყველანაირი ვალდებულება, რომ მათ არ დავემორჩილოთ, მათ კანონებს არ დავემორჩილოთ, მოკლედ ხელისუფლების შეცვლისთანავე, ვინც ანუ არ შეგვეშინდეს ამ ჯარიმების, ვინაიდან ხელისუფლების შეცვლისთანავე აუცილებლად გორა მეკითხა სწორედ რომ მიზანი მათი ალბათ ის არის ამ ჯარიმების რომ დაარდონ და ჩაახშონის მუხტი, თუმცა თქვენ უკვე ახსენეთ, მაგრამ უფრო ჩავუღრმავდეთ თუ შეიძლება რა პირიქით, ხო? არ ვარდება მუხტი, პირიქით მე მგონი უფრო მეტი და მეტი ადამიანი გამოდის და ნამდვილად არავის არ ეშინია ჯარიმების. კი, რა თქმა უნდა, ეს უკანონო და იაფფასიანი კანონები და ასე ვთქვათ, ზომები, რასაც ქართული ოცნება იღებს, ეს არავის არ შეაშინებს, ხო კიდევ ერთხელ, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ეგზისტენციალური, ჩვენი ქვეყნის ეგზისტენციალური არსებობისათვის და ჩვენი კონსტიტუციისთვის და წარმოგიდგენთ ახლა საქართველოს ისტორია ალბათ რომ გადავხედოთ ხომ, ანუ როდესაც თავისუფლებაზე დგებოდა საკითხი, რა ვიცი, ჩვენი წინაპრები მოქნეულ ხმარს არ უდრედნენ. ასე შემდეგ, ხო და ახლა ჩვენ როგორ შეიძლება რა უფლება გვაქვს, რომ გაუფასურებული ვალუტისა და
ინფლაციის პირობებში რაღაცა ქართული ოცნების ფინანსურ ჯარიმებს დასანქცირებული ქართული ოცნების ფინანსურ ჯარიმებს შეუშინდეთ, ხო? Რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, ამისი არ გვეშინია, რა თქმა უნდა, რა ვიცი, 50000 რომ მომიტანო სახში, საერთოდ ნერვი არ შემიტოკდება, რომ იტყვიან და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ასე ფიქრობს, ხომ? რა თქმა უნდა, ჩვენმა საზოგადოებამ უკვე აჩვენა საკმაოდ მაღალი სამოქალაქო შეგნება, რასაც ქართული ოცნების პოლიტიკური კლანი ვერ დაეწია ამას. საქართველოს სამოქალაქო შეგნება არის ძალიან მაღლა და ქართული ოცნება არის ძალიან დაბლა. და ცდილობენ რომ ამ რაღაცა იაფასიანი ჯარიმებით და ასე შემდეგ ზომებით დაგვაშინონ, ხო, მაგრამ რა სისულელია კიდევ ერთხელ ჩვენ ვიბრძვით ჩვენ ქვეყნის დემოკრატიისთვის, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენმა შემდგომმა თაობებმა იბრძოლონ ღირსეულ, სამართლიან, დემოკრატიულ ქვეყანაში და არა რუსეთის უკანა ეტოში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გურამ, რომ ჩვენთან ერთად იყავით. დღეს რა თქმა უნდა შევხვდებით ყველა საღამოს 6 საათზე უკვე ევროპის მოედანზე. აუცილებლად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. გურამმა თქვა რომ ჩააცემენტონო, უნდა თუ ეს რუსული ნარატივი და ყველაფერი უბედურება, მაგრამ აი რომ წარმოვიდგინეთ ჩაცემენტებას სჭირდება რაღაც გარკვეული ტემპერატურა, ხო? ის ადგილი, სადაც ამდენი ადამიანია, ამდენი სიყვარული და სითბოა, იქ ცემენტი ვერ გაშრება, ასე ვთქვათ. ნამდვილად ესეა ჩემო ანა, გეთანხმები და მოკლედ ჩვენც ახლა კი დავიშლებით ძალიან მალე, მაგრამ მე და შენ ისევ შევხვდებით საღამოს 6 საათზე ევროპის მოედანზე და მე მგონი დრო მოვიდა რომ დავემშვიდობოთ ხო ჩვენ ტელემაყურებელს ხვალამდე ჩვენ ისევ შუადღის ლაივით დაგიბრუნდებით ოღონდ ხვალ კვირას ასე რომ გემშვიდობებით დროებით